გახსოვთ ხო? ჩვენ ახლა მივდივართ რომ ეს სავსე ტრაილერი დავტოვოთ და მე ამერიკის კომპანიაში მოდიოდა სხვა ტრაილერი წაიღო და ამ პროცესს გაჩვენებთ რა. ვიქტორინის ამბავში წინა იმაში რა იყო, მაინც არ ვიცი რამდენია გადასახდელი, ახლა კომპანიაში მივარ და ალბათ იქ მეტყვია, რა ვიცი. თავარია დამნაშავეები არა ვართ. ისეთი ჯარიმაც არ მომცეს, რომ რა ქვია, ჩემ ლაიცენზი აისახებოდა. აჩე, რა ვიცი რა. ესეც ამერიკული ყოფითი, ძოლის ყოფითი ჩვეულებრივი დღე. ჩვეულებრივი არ არის, იმიტომ რომ ეს ჩემი მაზე აისახება ფინანსურ შემოსავალზე და ცოტა ახლა ჩვენ ვცდილობთ რომ არ ავღიერთდეთ რაღაც არ ვინერიულოთ, მაგრამ მაინც დისკომფორტი არის. აქ არ გამაჩერა იმ მოხდება. მოიტყო ეგ გავიარე და ავეცით ჩვენ რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყოთ, კარგ ხასიათზე ვიყოთ, რაღაც ემოციურ ფონზე ვიყოთ, ცხოვრება გრძელდება. ჩვენთან და უჩვენოთანაც, ჩვენთანაც ერთად, მაგრამ გავაგრძელოთ. რაღაცნაირად უნდა შევძლოთ ამ ფურცლის გადაშლა და მეორდები, გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრული ცხოვრება. Take exit 17 on the right to I-94 East. ამ წინა ვიდეოდან რა მაგალითი გამოგვაქვს, რომ ესე იგი Excel-ი მე ხო რახან არ მიმიღეს მოსახვეების გულისთვის მე გავწიე. ესე იგი არ უნდა გამეწია რა. აი ესე მაგრამ მოსახვეებშია ძნელი. overweight-ი გაქო. ვარ გამეწი არაფერი overweight-ი არ იქნება. ესე იგი სანამ ბოლომდე არ გააჩერებთ ტრაილერს, Excel-ები არ გაწიოთ რომ. აბა სხვადასხვა რა არის. ეხლა არ ვიცი კომპანია, ალბათ მე დამაწყეს რა კომპანია, იმიტომ რომ აქტიურად ძოლის ბრალია ის რომ Excel-ი არ არის სწორი. კომპანია თავზე არ დაებრუნოს, მე დამაბრუნოს. ცხოვრება გრძელდება, როგორ ვთქვით, გავაგრძელოთ. გადავშალოთ ფურცელი და გავაგრძელოთ. მთელი უბედურება რა არის ით? ესე იგი $250 ის კომპანია დამაჯარიმებს, რომ გვიან მივიტანეთ ტვირთი და აქედანაც ესენი რამდენად დამაჯარიმებენ, არ ვიცი, ნახოთ. ალბათ ესენიც რაღაც $200-მდე. საქმე გავაფუჭეთ, გავაგვიანეთ. ჯარიმები უნდა გადავიხადო და ნუ გავიშე თარსი დღეა, თარსი. მაგრამ არა, სატანა შენ ვერ გაგხვეჩა. ჩვენ ცხოვრების ორ სტიმულს და სიცოცხლის სიყვარულს ვერ გადაული, ვერა. არა მეგობრებო. იმიტომ რომ ყველაფერი დროებითია და ყველაფერს აქვს თავისი დრო. უბრალოდ ჩვენ თავისი დრო რომ მოვა, დროისთვის უნდა ვიყოთ მომზადებულები. კარგად. ეს როგორც მითხრეს ამ ჩვენი კომპანიის ჩვენ ხო ოფისი გვაქვს, იქაც უყენია ტრაილერები და აქაც ეს მეორე ოფისიაო ჩვენიო და აქ უნდა დავტოვო ჩვენი ტრაილერი. მე არა ვარ ამყოფი და აზე არა ვარ. სამეტი და 1 ჩვენი არის 12 და 6-ია, თო გავეტევით.
აქ შემოვედით. აბა ტრაილერები უნდა იდგეს და იქ ავარჩიებს. ვიღაცა იკითხეო სახელი მითხრეს და ამავიწყდა ურო თუ ვიღაცა. ვითარსეთ რა 1011-400 გამეჩი. მოსემით რახს. ალბათ სავარაუდოდ იქითკენ არის რა. ახლა ტაილერს ვერ ალბათ იქითკენ არის. ეგ არის რა, უცბად რომ აგერევა ყველაფერი, მე ყველაფერი გერევა რა. ამ დროს ნერვები არ უნდა დაითოქო და არ უნდა აგერ ყოფილა. დამაყენებინებენ ახლა მე ვიღაცა უნდა სახელი დამავიწყო ვინც მითხრა. დავაყენებთ ეს ტრაილი. ეს ვინ არის მოგიტყოთ. ეს პროცესია ყველას საშინელი. ახლა ურეკავ არ იღეს იქ სამეურნეო დარგი ვისაც ეკუთვნის. ეგ არის რა, პატარა შეცდომა და ახლა მიდის დიე ამათ. ვინ არიან, რა არიან, ვის ვკითხო. ესე იგი გავარკვიეთ რა, ესე იგი როგორც იქნა გავარკვიეთ. დედა დამპასტავით და? Bill of Lading, да. ბილოლედი გვამდაც და? Да. ახლა მე მანქანას გამოიყვანა და წამომყევიო და იქ დააყენე ტრაილერია. ესეც სამუშაო წვიმანები მეგობრებო და სასურველია ტრაილერი ზღური რო ხარ სამუშაო წვიმანები ცოტა იყოს. უბრალოდ დრომი აქვს დრო და დრო კიდო ჯანდაბას ეს უბრალოდ ამ დრო ფულთან არის დაკავშირებული ფული იმასთან არის დაკავშირი მიმდინარე პრობლემებზე და ასე შემდეგ რა. აი წავე გამექცა ტელეფონზე ლაპარაკობდი და ალბათ აქ დამაყენებინები. Это здесь, да, поставить? Хорошо, я поставлю, да. Хорошо, это опять. ეს კაი ტრაილერია და რავი შეიძლება ეს ტრაილერი აღარ შემხდეს ან შეიძლება ეს ტვირთი უკვე სხვას მიატანინონ იქ რა. აირია მონასტერი რო იტყვიან რა. ნუ მაგაზე მე ვილაპარაკო ცოტა რომ დავწყმადები მე ჯერ პროცესს გაჩვენებ და ასე ვაკეთებ და აი დავაყენებ ახლა. ეს დავაყენე. ეს გამოვწიე. ეს მოვხსენე და ეს ჩემი bill of lading-ი დატოვეს აქ. სავარაუდოდ ალბათ სხვას მიატანინებენ ან მე თუ ხა ეს ტვირთი არის მისატანი კვირას. დღეს არის 4 შაბათო. შეიძლება ადგილზე მატერიალონ და მე მიმატანინონ იქა და ნუ ნახოთ რაც არის ეგ არის. ეხლა ჩვენ გავწიოთ. ეს გავწიე და ეხლა ფიქრობ ეს ადრე გასოთ ერთხელ Walmart-ში მივედი და
ეს არ მქონდა და ეს ყოველთვის შენახული მახსოვ მე წავიღო არ წავიღო თუ ამ ტრაილერს მომცემენ მე მოდი მაი თავში დავიზღო და ამასაც წავიღე არა და გული მწყდება რა მინდა ამ ტრაილერს დაბრუნება იმიტომ რომ კაი ისინი აქ საბურავები და ასე რაღაცები რა შეიძლება უფრო უკეთესი ტრაილერი მომცემა ეს ვიცი რომ ახალი ტრაილერზე იმდენად არ ნერვიულობ რომ ეს სამუშაო მე ვიღაცამ ხონდა წაიღო იმას ფული უნდა გადაუხადო მეც ალბათ რაღაცა უნდა მომცენ საერთოდ ჯამში მე რომ მივიტანო ჯობია მაგრამ ეხლა დღეს არის 4 შაბათი უჩაბათი პარასკევი შაბათი 3 დღე რა გინდა რომ გააკეთო რაღაცას მოვიფიქრებს ალბათ დისპეჩერი და ეს დავტოვოთ იქა და ნახოთ ეხლა იმის გაჭუჭყენება არ მიდის წავედით ახლა ავიყვანოთ ჩემი ტრაილერი, სხვა ტრაილერი. და ჩემი ჯარიმის ამბავის გადავწყვიტოთ. დავედით. ჯორჯ. თავისუფლად მიდიხარ. 20 მილი გვაქვს ჩვენ ოფისამდე. ჩემზე იწვიან აუტყივარი თავი ავიტყივე რა მოსულიყავი რა თავის დროზე და ალბათ ამ პოლიციელზე იმერს არ გადავეყრებოდი მომენტებში მოდის ხოლმე ეს რაღაც ეს სინანულის ცნობა რა აი ნეტავი ასე გამიკეთება და გადაშალე წარსულია მაგრამ მაინც ვიცი კაცი ხარ რა გენანება რაღაცნაირად უაზროდ ახარჯული დრო აი მოვედით ჩვენ ოფისთან. ეხლა სანამ ოფისში მოვდიოდი, ჩემმა მეგობარმა დაარეკა და ეს სიტუაცია უთხარი და აი როგორ არისო, აი ამერიკასო, აი პატარა იქიდან, პატარა გვერდზე გადაუხვევ და უცბად ამოვარდები ყველაფრიდან. თუ ამოვარდნას კიდევ არა უსმა ეს ამოვარდნა ფინანსური იმას ეჯახება ყველაფერს. თუნდაც ეხლა უსამართლოები არ არიან, ეხლა კაი 4 შაბათია დღეს. დამაგვია 1 საათი და კომპანია მეუბნება დღეს არ მივიღებ ამ ტვირთს, მივიღებ კვირას, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა 4 დღე რა უნდა გააკეთოს იმ ძღოლმა სიტყვას. ეხლა კაი მე ჩემი კომპანია მაქვს და უცბად ახ გამიმართლა ერთი მხრივ აქ ახლოსა ვარ და ტრაილერებს შევცვლი და არ ვიცი იმ 3 დღეში ვიმუშავებ, არ ვიმუშავებ, ესე თუ დაბრუნდები, მაგრამ აი ახლა ყოველფერი ყავი შორს. 4 დღე უნდა დალოდებოდი, ხო? წარმოიდგინეთ ამერიკაში ყველა გადასახადებს იხდის, ყველა, ნუ ფაქტობრივად ყველა ამ პრინციპით ცხოვრობენ და არა, შენ ხარ დიდი ჭანჭიკი, მე ხშირად ვამბობ ქარხანაში. ნუ მე ჭანჭიკი თუ კაი ფორმაშია, კარგია, თუ ცოტა რაღაცა იაღლიში მოვა, გადააგდებენ. აი ეგ მომენტია რა. სამწუხაროდ აი ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი სასწელი კურდღილის იმას აკია შეგრძნება მაქვს. რას ისა უნდა გაუძრო თავი იყო ჯანმრთელები, მოტივირებულები, უბრალოდ ეს მოტივაცია ერთხელ ორჯერ სამჯერ რო ხდება და მე აი კაკრასაგე ჩემი უფროსი თუ სამეურნეო დარგი ვისაც ეკუთვნის Здравствуй, дорогой, здравствуй. Парень привез его нам с Ромулиса. Да? А хороший покрышка? Да, украинский. Это, наверное, будем на это, потом на старую вернусь, да? Или? Вот PTLZ, да. Потом тот уже вот этот. Да. Ну, нормально, да? Главное, что покрышки, да? Ренат, да? А? Чистнутый. А если ტრაილერი, აბა ნახოთ როგორი პაკრიშკებია შევხედოთ. Экстра. Это отремонтировано, да, все? Все отремонтировано, да? Გაუჯეროთ მეგობრებო, მაგრამ ვიცი, უკვე აღარ მჯერა არავის რა. შიგით. Арიღებ. Это новый, да? Это надо, понятно.
А то это же дверь не открывается, да? Это правильно. Вы ошиблись, да, это, да? Да, он сейчас отъедет. Он отвезет машину, да? Да. Это тоже хороший трейлер. А обычно как вы делаете, Ренат? Понятно, да. Хорошо. А где он? А вон идут. Вот они, ребята, идут, да? Хорошо. Es кай трейлерია. ვაი ხელ მითხრეს, ესე იგი, რატომ უნდა დაბრუნდე იმ ტვირთზე, მაგრამ ეს ეხა სამეურნეო დარგი ეკუთვნის ამას და აბა როგორი ბურბულებია. ეს არ გამიკვირდა კაცო, ვეტაკი არიღება კარები და აბა ვნახოთ ეხლა ახალიაო და ხო, აი სულთავია. მოდი აბა მაინც შევამოწმოთ რა. შეიძლება ეს დამიტოვონ, შეიძლება ის დაუბრუნდე, მაგრამ ტრაილერი რო კარგია, ეს ფაქტია. მაგრამ იმას ის ქონდა ვარდუშკა ჩემსას. ამას ეს ვარდუშკა არ აქვს. ის ვარდუშკა იცით ხო, ის ფარდასავით რო ჰაერი გამოახორბე და სინესტე და ის კონდენსატი ასე ძახია. კონდენსატი არის ემართება ხოლმე რა. ჩვენი ტრაილერი უფრო ჯობია ამ ტრაილერს, მაგრამ ნუ დროებით ნახოთ. ტრაილერს პაკრიშკებიც უფრო პრობლემები უფრო კარგი აქვს, ამან გაწია. და მარე მივაყენებ ამასაც. О, ребята, большое спасибо. Вы всегда меня уважаете. Без проблем. Машина едет, трейлер тебя ждет. Что ты скажешь про грузинов? Хорошие люди? Конечно. Во главе меня? Не без этого. Конечно. Большое спасибо, Влад. Ну посмотрим, Здоровья, что как пошло. Я сейчас присоединю. Мягкой дороги. Да, сейчас я пойду это девочкам тоже скажу, это как Конечно. это. Да. Спасибо, Влад, спасибо. Нет, внутренние колеса, понял, что качал? Ძველი პატრონი მიხსნის ახლა სიტუაციებს. Нормально, хорошо. А ты сейчас домой уезжаешь, да? У меня все, у меня закончились права. И папки были. ამასობაში დისპეჩერმა უკვე საქმე გამომიგზავნა და მე კიდე შეერთებული არა, მაგრამ ეხლა ის ძველი მძღოლი როგორი ტრაილერიაო, მაგრამ კონდენსატს იკეთებსო რა და ეს არ გვაქვს. ნუ ნახოთ, ეხლა მოდი ეხლა თავრე დავაპატო. ეხლა ის ძღოლი. Давай, счастливо. ეხლა ეს ძღოლი ნახეთ ხო, აი მართვის მოწმობა დამიმთავრდაო, არალეგალი ვარო და ანებებს თავს რა და რამდენი ასეთი მსგულია. არ არის ადვილი მასა ეხლა კი ჩამოსული მე ხა მექსიკელებს რო ლაპარაკობთ გახსოვთ მაშინ რო წვინით ეწმე ქალბატონს და რო ლაპარაკობდი ფაქტია რომ ამოწმება ეხლა მე მაგალითად ხო შემამოწმეს იქა ისიც იყო ასია თუ ისია ნუ რა ვიცი მე ვაჩვენეთ იმას რაც არის და დანარჩენი ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ როგორ გააკეთონ რამაერად მე ვამბობ რომ მაინც უთხრიდით ვისაც რაღაცა საეჭვო საბუთები აქვს ყოველ შემთხვევაში შეეცადოს რომ ასე თავისუფლად არ იაროს აი ეს ბიჭი ახლა დარჩა უმუშევარი რავი რას გააკეთებს მეც მაინც შევაერთე მაგრამ ეხლა ფიქრობ მეგობრებო რას ფიქრობ მოდი ვიქტორინა ეს ტრაილერი დაგრჩება თუ არ დაგრჩება თვითონაც მითხრა იმ ბიჭმა რომ ისეთი ცუდი პაკეშკებია მთელი რუსნები და ისინი ერჭობაო რა ჩვენი წინა ტრაილერს კარგი საბურავები ქონდა ამას ისე რა ნუ ნახოთ შევაერთოთ ახლა ჩვენ ეს ყველაფერი ეს დავაყენეთ ახლა მაინც შევამოწმოთ აქვიემას ეს ანათებს კი მუშაობს აი სასანიებებელი არა და ახალი პაკეშკა ალბათ პაკეშკა მეთქე ტრაილერი და დასანანია რომ მე რო დაცხება შიგნით კონდენსატი შექმნის ოკეი ისეც ასე რა ვიცი ისეც ანათებს ასე თუ შესწორეთ წავედით ახლა საბუთები ავიღოთ წავედით ახლა ოფისში გული მწყდება რომ
ტორტი და კანფეტები არა მაქვს გოგოებისთვის მოტანილი, მაგრამ აქვს ნახე ისე დრიარიაში ვარ. ან დისპეჩერმა უკვე რაღაცა ტვირთი გამომიგზავნა, მაგრამ ეხსაბუთები ხომ გავიგო. თან იმ ჯარიმის ამბავიც გავიგოთ. ესეც სამუშაო წვიმანები არა მეგობრებო, რიარია. Это домой тикет, да, наверное? Вы же возвратились? Вы же вернулись. Я волнуюсь. Не надо. პირობიდან გამომდინარე, შედლებითა და გადავიდე. ესე იგი, ჯარიმაზე მითხრეს, რომ არ ვიცი თუ უნდა გადავრეკოთო. მეთქი 203 არ ვიცი თუ უნდა გადავრეკოთო დიოტიში, იქ იცი და გვეთქე. ნუ რაღაცა ჯარიმას გადამახტევინებ. ესე იგი $250 აგვიანებაზე და აქაც რაღაცა ალბათ $200-მდე იქნება რა. და რაღაცა ტვირთი მომცა ეხლა ჩემმა რა ქვია დისპეჩერმა გამომიგზავნა. ვისკონსინში მივდივართ. вот ალბათ მე მგონია რომ ჯობია რომ ეს ტრაილერი გამოცვალო. მეტყვი კონდენსია ეხლა ზაფხული მოვა დაცხება და იქ სიცხეში და იმაში გვინდა ეხლა იმის დაიორთქლოს და არ გინდა რომ რაღაცას მოვიფიქრეთ. ეხლა უკან დაბრუნდიო ამ ტრაილერს რაღაც საბუთები აქვს. ეს აქ მოსვლა არის ვალაკეტა. ყველაზე კაი მომენტია როცა მიდიხარ. თვითონ უკვე იმუშავებ, დაამთავრებ სამუშაო, უკვე იცი რომ თბილისში მოდიხარ და აი ესე შუა სამუშაო დროს ან როცა მანქანაზე იყვან ასე შემდეგ ყოველთვის არის ვალაკიტა. ვალაკიტა ქართულად როგორ არის? რიარია, ასე ვიტყვი. ავით, სიბის გადარგენებს. ამ დროს არის ხოლმე აი გული გიფანცხავს, გინდა ყველაფერი მოასწრო ის მაგრამ აი, ასე ვამბობთ, სიმშვიდე და სიმძიმე უნდა დააშოშმინო შენი ძნობები და ემოციები. რაღაც საბუთები მომცეს რომ აინცო შემოწმები მიდისო და ყველაფერი წესრიგში კონდესო. ასე. თორე დავწყნადეთ. ეგ არის რა, რაღაცას აეწყობი, რაღაცა დაჯდები, რაღაც გემრიელად მოქმედებ და ამოვარდები იმ მიმდინარე პროცესებიდან და წინა ვიდეოში როგორ ვთქვით, წესებიდან რომ ამოვარდები, რაღაც მე გერება ტვინი. თავარი არ ავარევინოთ და მობილიზაცია გავუკეთო ჩვენ თავს. აბასადარ 24 მილი, რაღაც 36 რამდენი იქნება? ხო, 36 მილია რა, ეს კარგია. აქედან მე მივდივართ, თავარი ავიღოთ ესა. აქედან მივდივართ Turtle Lake, Wisconsin 480 რამდენი იქნება 486 ახლა გაასწორებს და ანძილი რამდენი იქნება 653 მილი. ამაში იხდიან $1450 ხო გამოდის, ხო $203-მდე გამოდის რა. რა ვიცი, ნახოთ. ვიცი, მეტი მოწყალია და იმ ამ ნერვიულობას და იმას ის შეიძლება ამოვხაჩოთ რა. და მე უკვე ალბათ ჯობია ისე ვაკ დავუყო. ნახოთ. ამ რიარიაში აი ეს ცხოვრებაში აი ხო ომში რო ვიყავი ხოლმე რა. ეხლა თამადგედ ომშია. აიქაც ხوارი ემოციები გაწובה, აიქაც არ უნდა დაკარგო შენი როგორ გითხრა აი მობილიზება რა. იგივე აქაც რა. იქით და თავი ხა დავწყნადეთ. ახლა აი რას ვამბობ იცი მეგობრებო, აი ყოველთვის როგორ არის, აი რაღაცას რო აწყობილი რო ამოვარდები იქი და მე მოდის ეს სხვადასხვა რაღაც ეს იქინაც და რაღაცნაირად ვარდები ხოლმე და მთელი ამოცანა იმაში რომ ადამიანი არ ამოვარდეს ამ კალაპოტიდან და აი ხა უკვე დავწყნადები. აქ ხო იცით ახლა ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული და გინდა არ გინდა რაც არ უნდა თქვა წყნარად იძახი რომ მაინც მოქმედებს რა ემოციები და ნუ ასე თუ ისე დავწყნარდით და დავიძრები ახლა Turn right on Enterprise Drive, then take the first left. იმედია ამ
კომპენსაციას გავაკეთეთ ამ შეკვეთით. და ის რაც ვინერვულეთ ამოვიღებთ და განაჩენი ის მაინც შეგვჩება რაც გადავიღეთ არა. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით, თუნდაც საინტერესო იქნება და თუ რაღაცა ისე ორიგინალური და Turn left არა on Plymouth ორიგინალური Road, then take the first ახალად left. გადავიღეთ. აბა ყველას ბედნიერება, ჯანმრთელობა და რათავარი უფალი იყოს ჩვენთან. და ყველაფერი კარგად იქნება. კარგად, იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში.